საქართველოს ახალგაზრდობის სახლში მე-19 კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი გაიმართა მხატვრულ თარგმანში. მოზარდებმა ინგლისური, ფრანგული, რუსული და გერმანული ენებიდან თარგმნეს ცნობილ კლასიკოსთა მოთხრობები. კონკურსში მონაწილეობა 400-მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო. გამარჯვებულთა ვინაობა 11 მარტს გაირკვევა და მათ გამომცემლობა ინტელექტის მიერ დაწესებული პრიზები გადაეცემათ. გამომცემლობა ინტელექტმა დააწესა განსაკუთრებული პრიზები გამარჯვებულთათვის იმ საუკეთესო ნიმუშებისთვის, რომელიც საგანგებო ჟიურის მიერ გამოვლინდება. ეს იქნება წამახალისებელი პრიზები, წიგნები ჩვენს გამომცემლობაში გამოსული სხვადასხვა სერიით, რაც ვფიქრობ დაინტერესებს ამ კონკურსის მონაწილეებს. პირველი ეტაპი დავასრულეთ, 11 საათზე დაიწყეს ბავშვებმა მუშაობა, 2 საათიანი სამუშაო დრო ჰქონდათ მათ განსაზღვრული, ინგლისურენოვანი თარგმნელები, ესე ვთქვათ, 234 ბავშვის რაოდენობით გვყავდა, რაც ვფიქრობ საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ეხლა გრძელდება დანარჩენ 3 ენაში მუშაობა.